აც განსხრებოდე ქართველთა ეკლესიაო, რამე თუ ახვავენ სახეთ შროშანთა სისხლთან მღვდელმოწამის აბიბოსითა და შეუთხზენ ქება ღირსსა მას ქებისასა და გვირგვინოსან მყოფილსა მისსა ქრისტესა ადიდებდი, რათა მეოხებითა მისითა მომადლო სულთა ჩვენთა დიდი წყალობა. ამინ. დღეს ახალი სტილით 12 დეკემბერს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენებს წმინდა მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელს. წმინდა მოწამეებს პარამონის და მასთან 370 მოწამეს, წმინდა მოწამეს ფილუმენის, ღირს აკაკის სინელს. ქვეყნიერებაზე არაფერი არ ხდება რა თავისთავად, შემთხვევით და უაზროდ. ყოველი პიროვნებისა და ერის ცხოვრებას აწარმოებს ღვთის განგება. ყოველი პიროვნებისა და ერის ბედი იჭედება ცაში. ერისა და პიროვნების ბედს ჩარხავს ღვთის მარჯვენა. ამბობდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ლეონიდე ოქროპერიძე. ღვთის განგებით ჩვენი ქვეყნის ბედი კი ღვთის მშობლის წილხლდომილობა ყოფილა. ჯერ იყო მოციქულთა ქადაგება ივერიაში, შემდეგ წმინდა ნინოს საოცარი მოღვაწეობა, რასაც მოჰყვა 13 ასროელი მამის შემოსვლა საქართველოში. მე-6 საუკუნეში ჩამოვიდნენ ისინი ჩვენს ქვეყანაში, მობიერებით აღსილმა მოძღვრებამ, რომელიც დაუშრეტელი წყაროსავით მოედინებოდა მამათა ბაგეთაგან და მათმა წმინდა ცხოვრებამ ანგელოზთა შარავანდებით შემოსა მათი სახე საქართველოს წარმოდგენაში. ასე იჭედებოდა, მტკიცდებოდა და ფესვებს იდგამდა ჩვენში მართლმადიდებლობა. ღვთის განგებით მამებმა სხვადასხვა მხარეს მიაშურეს სამოღვაწეოდ. მათგან ერთ-ერთი წმინდა აბიბოსი ნეკრესში ჩავიდა და მოციქულებრივი ღვაწლი ითვლიდა. მალე იგი იქნა ეპისკოპოს წყემსი გაღმამხრისა დიდო თურთ და ამან მოაქცივნა უმრავლესნი მთიულნი. იმ დროს მაზდიანის სპარსელები ბატონობდნენ საქართველოში. მაზდიანები ცეცხლს ეთაყვანებოდნენ. წმინდა აბიბოსი უშიშრად ამხელდა მათ და დიოდა თავისი ეპარქიის სოფლებში, ჭეშმარიტებას უქადაგებდა ქართველებს და სიმტკიცისკენ მოუწოდებდა. ერთხელ იგი აღიძრა შურითა საღვთოთა და ვერ თავსიდვა უცხოსა მის სამსახურებელისა მახლობელად მისსა ყოფად და დაასხა მცირად წყალი ხენეში და დაშრიდა ცეცხლი. განრისხებულმა წარმართებმა შეიპყრეს ნეტარი, სასტიკად გვემეს და მარზაპანთან წაიყვანეს. გზად ქართველები შეხვდნენ წყემს თავარს და გათავისუფლება შესთავაზეს, მაგრამ მან იუარა და მადლიერებით ახსილი მოემზადა სიკვდილისთვის. ნეტარი ღირსი მამის სვიმონ მესოტის მეგობარი იყო. მას ღვთისგან ეუწყა წმინდა აბიბოსის მომავალი წამების შესახებ და ეპისტოლე, ევლოგია და კვერთხი გაუგზავნა მას. სოფელ იალდოს მიღწეულ აბიბოსს ანტიოქიიდან წამოსული მოციქული შეხვდა და ღირსი სვიმეონის საჩუქარი გადასცა. რამაც ძალიან გაახარა წმინდა მღვდელმთავარი. ცხეთას მიახლოებულმა ღირსი შიომღვიმელის ნახვის ნებართვა გამოითხოვა უსჯულოებისაგან. სულიერმა ძმებმა მოიკითხეს ერთმანეთი და ერთად ილოცეს. გამხნევებული და კიდევ უფრო გამტკიცებული დაბრუნდა აბიბოსი, რომელიც უსჯულოებმა მარზაპანს წარუდგინეს. განრისხებული მმართველი ეკითხებოდა, რა ისათვის უარყავ უფლებაი მეფედ მეფისაი და მოჰკალ ღმერთი ჩვენი. ნეტარმა მშვიდად მიუგო, რომ მხოლოდ უფალი იესო ქრისტეა ჭეშმარიტი ღმერთი. ხოლო ცეცხლი იგი რომელ დავშრიდე, არ არის ღმერთი იგი, არამედ სხვა ბუნებათაგანი არის ერთი სანივთისაგან, მცირედი ნაწილი, ერთი მცირე წყალი დავას, ცლე ექმნა და მოჰკალს იგი, რამე თუ უფროს მისსა იპოვა წყალი იგი. ასე განუმარტა ნეტარმა აბიბოსმა გონება დაბნელებულებს თავიანთი ცდომილება. მისმა უშიშრებამ სასტიკად განარისხა მარზაპანი, რომელმაც საშინელი სატანჯველები მოუვლინა მარტვილს. ბოლოს ქვითა განტვინეს იგი და ქალაქგარეთ უპატრონოდ დააგდეს. ღამით სასულიერო პირებმა დიდი პატივით წაასვენეს წმინდა აბიბოს ნეკრესელის ცხედარი და სამთავისთვის მონასტერში დაკრძალეს.
ქართლის ერისთავის სტეფანოზის დროს კი მარტვილის უხრწნელი ნაწილები გადაასვენეს მცხეთის სამთავროს მონასტერში, სადაც წმინდა ტრაპეზის ქვეშ დაფლეს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ.